მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს გვაქვს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხდომა. დღის წესრიგით არის წარმოდგენილი ერთი საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების გივი მიქანაძის, ჩემი და გიორგი სოსიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა მეორე მოსმენი დაჩქარებული წესით არის და მომხსენებელი არის ბატონი გივი მიქანაძე. ქორუმი გვაქვს, შეგვიძლია რომ დღის წესრიგი დავამტკიცოთ. მომხრე წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია. შესაბამისად, ვთხოვოთ ბატონ გივის რომ წარმოგვიდგინოს აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული მეორე მოსმენით. მადლობა. მადლობა ბატონ თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით. ბატონ გიორგი იქნებ მუხლობრივად მივყვეთ და მაგის მიხედვით კეთვით თუ რა ცვლილებები შევიდა წარმოდგენილ პროექტში. კი ბატონო, პირველი მუხლის პირველ პუნქტში ხომ არ არის ცვლილება? არა, უცვლელად არის. მეორე მუხლი პირველი პუნქტი მეორე მუხლის პირველი მეორე მუხლის პირველ პუნქტში არ არის ცვლილება. მეორე მუხლის მეორე პუნქტში მეორე მუხლის მეორე პუნქტს დაემატა ერთი ასეთი წინადადება. უფლებამონაცვლე უწყებების საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მათთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არაუმეტეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უფლებამონაცვლე უწყებებისთვის გადაცემული შესაბამისი ფუნქციების შესრულების მიზნით შტატით გათვალისწინებული რიცხოვნობის ოდენობით. ანუ აქ საუბარი არის ესე უფრო გასაგებ ქართულად რომ ვთქვათ. აქ რთული ქვეწყობილი წინადადება არის, მაგრამ სუფთა იურიდიული სტილით არის ჩამოყალიბებული. საუბარია იმაზე, რომ ის რიცხოვნობა, რაც ესიდას განსაზღვრული აქვს სხვადასხვა ფუნქციონალური კონტექსტიდან გამომდინარე, მაგ რიცხოვნობაზე მეტის გადატანა შესაბამის სტრუქტურებში თავისი შემდგომი ფუნქციების გადანაწილების და განხორციელების კონტექსტში არ უნდა ხდებოდეს და ზუსტად ეს რომ იყოს თავსებადობაში ამ კონტექსტში, ასე ვთქვათ, ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან და სწორედ ამ რედაქციით ჩამოვაყალიბეთ ეს მოცემულობა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გარანტირებულად ვიცოდეთ, რომ ასე ვთქვათ, იმ ჩარჩოებში ვჯდებით, რომლითაც ამ ფუნქციების გადანაწილება მოხდება საშტატო კონტექსტიდან გამომდინარე. კი ბატონო, ასევე არის მეორე მუხლის მესამე პუნქტი, ხომ არ განხორციელებულა უცვლელად. ბოლო არის მესამე მუხლის პირველი პუნქტი უცვლელად და მესამე მუხლის მეორე პუნქტი. ესაც უცვლელად არის. კეთილი ცვლილება არის მეორე მუხლის მეორე პუნქტში, რაც ასახული იქნება სესიაზე გასატანად. კოლეგებო, ხომ არ გაქვთ კითხვები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით? კეთილი, დღეს შესვენებაზე გვექნება ასევე მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა. თუ კი რაიმე კითხვა ან შეფასება არ არის, შეგვიძლია რომ წარმოდგენილ საკითხს კენჭი ვუყაროთ. მომხრე წინააღმდეგი არავინ არ არის, არც თავი შეუკავებია ვინმეს. დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი მიღებულია. შეგვიძლია რომ ხდომა დავხუროთ. დიდი მადლობა.